იმის მიუხედავად, რომ ფილმი საკმაოდ დიდი იუმორის დოზით იყო გაკეთებული და ფილმის განმავლობაში ბევრჯერ გამეცინა, ძალიან დამწკვნელი შტაბი შეიძლება მოახდინა საბოლოო ჯამში, სწორედ იმიტომ, რომ ხედავ, რამდენად რთული პრობლემის წინაშე დგახარ. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ განათლებაზეა თითქოს ჩვენს ქვეყანაში აქცენტი, რომ ბევრი რამ კეთდება, უამრავი პროგრამა, მაგრამ რეალურად ხედავ, რომ არაფერი სასიკეთო არ ხდება და კი არა და ფაქტობრივად ახალი კადრები არანაირად არ მოდიან, ხო? და აქ ძალიან კარგად ჩანს იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად მხოლოდ ეს ინგლისელი მასწავლებელი ვლაპარაკობ, ჩუმად არიან მოსწავლეები, ჩუმად არიან ფაქტობრივად მასწავლებლები, ხო? ეს ძალიან კარგი ხერხია, რაც გამოიყენეს რეჟისორებმა ამ ფილმში, იმიტომ რომ ეს მომავალი რამდენად აქ ამ ქვეყანას, ამ სიჩუმეში ჩანს. ძალიან სიმპტომატური ერთი პატარა ეპიზოდი, როდესაც ეს ინგლისურს მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს, რა უნდათ გამოვიდნენ, სულ ხშირად ახსენებს სიტყვა ოცნებას და გონია, რომ ამ ასაკში ეს ბავშვები რაღაცით უნდა იყვნენ შეპყრობილები, რაღაცაზე უნდა ოცნებოდნენ, მაგრამ ხვდები, რომ არაფერზე არ ოცნებობენ. უმეტესობა პასუხობს ერთი და იგივე პასუხს. რომ მე სკოლის დამთავრების მერე მინდა წავიდე თბილისში. რატო უნდა წავიდეს თბილისში? რა უნდა აკეთოს, რა უნდა გამოვიდეს და რა არის მისი ეს დიდი ოცნება, რომელიც რაღაცა ცხოვრების მომავალს და პერსპექტივას უსახავს, ეს არ ჩანს. არა იმიტომ რომ მე მჯერა რომ არა იმიტომ რომ რეჟისორმა ვერ მოახერხეს ამისი გადმოცემა და შესაბამისად ჩვენამდე მოტანა, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არ არსებობს.